წამო დავდგეთ. წამო. ბრა დავდგეთ. ой, მე ამას გაზი არ ქონდა ფეხი მიჭერილი თურმე. Hello, დღეს ჩემი მომდენო ვლოგის დღეა, მეგობრებო. ესე იგი ბათუმში ვართ. თეკოს ვლოგებს ვინც უყურებთ, გეცოდინებათ. ან შეიძლება ჯერ თეკოს ვლოგი სულ არ დადებულა. მაგრამ გეტყვით რომ ბათუმში ვარ ჩამოსულები და მე ბედნიერად ვერ ვისვენებ, იმიტომ რომ გუშინ დამაჭარემეს 200 ლარით. თქვენ დაიწყეთ მაქსიმალურად სწრაფად მოძრაობა და ეგრეთ წოდებული რვიანებით მოძრაობდით. ამით რვიანი როგორ და რატომ აბრალებს აჭარელი პოლიცია, რომ ამ მანქანით მე ვაკეთებდი რვიანებს და დავფრინავდი. როცა არ დავფრინავდი, უბრალოდ მივდიოდი 60-ით. ზუსტად აქედან დავიძარი, შუქნიშანზე გადავედი და თეთრ მანქანას ვხედავ. ზუსტად გამაჩერა პოლიციამ და მეუბნება, რომ აი ამ მონაკვეთში წავედი ელვისებულის სწრაფით ამ ხელა ჯიპით. და აი ამ მონაკვეთში ვაკეთე რვიანები ამ ხელა ჯიპით. და გამომეკიდა პოლიცია და მაბრალებს, რომ აკეთებდი გინდა თუ არა რვიანებს და დამიწერეს 200 ლარი. ხო და ჯერ ახლა ზღვაზე მივდივართ და მე წავალ პოლიციაში. წამოვიღერა ბიჭო ეგასაბერი რაღაცა. შოვაზე გირტყით. დანის ძალიან უყარს წყალი და ლუკასთან ერთად იმაზე რაღაც ლეიბზე ზღვაში. დანი სად ყავს ბიჭო ბავშვი გამოიყვანე აქეთ. რატო ატირებ? დანი გუში ხო ყავდა მოყვანილი რა თიკოს ლოგი ვიცნახეთ. ძალიან გაერთო წყალში ესე თუ ძალიან გაერთობა და არ ვიღონა. ბიჭო, ეგერ იმ კლდიდან გადმოხტები იქ რო ხდებიან? ისი გადმოხტომი ხარ ბიჭო შენ იქიდან? წამო. ლუკა, ამდენი გადახტა ეხლა მეტი შენ, ბიჭო, რამდენს ფიქრობ? მოდი გადაგიღებ შეგედა. მე არა ჩაცმული ვარ აქ. ბიჭო, გადახტით ხო მე ვიდა ლარიმიას მოგცი. წადი. აი, ამიდი ეხლა რამდენი ხანი ვიფიქრე. ხო გინდა შეგედა. თავი გიგო. და იმენა ფეხები. სო მე თავის ფალია. როგორი იყო? ჰა? კიდე უნდა გადახტე? გადახტე? მედი და დაბლა დამხვდე. შენ დრონი აი? ხო. მედი და დაბლა დამხვდე, მედი. დაბლა დაგხვდე? ხო. წავედი, შეძლებია ამას. აბა, კარგად. ძალიანაც კარგი. წავედით ახლა თიკომ და ამერიკა დანეტირისო და სანამ ლუკას ნახტომების გამო. ოჯახი დავანგრია, ჯობია მალე მივიდე. მოგესალმებით თურქეთში. ბიოემა აი ესეთი რაღაცა მომწერა, რომ თურქსელზე გადავედიო. რაღაც ნომერზე როუმინგი გაგიაქტიურდაო და короче, თურქეთში ვიყავი ჩამოვედი, რა უცებ ჩაი დავკრიფე რაღაცა. ჩემს ქვეყანაში ვარ, სარფში. გონიოში, კვარიატში, რავი და ბილაინი რატომ წერს რომ მოგესალმებით თურქეთშიო? დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა მაურია და ეს გონიო კი არა და სარფი უკვე თურქეთს არ არის მიკუთვნებული, იმიტომ რომ რა ეწერა ბილაინის ქსელზე, იქ რო გადავედით, თურქსელი ეწერა ბილაინის მაგივრად ძევით კარტას. სარფიც აგვახი. ბილაინში ცოტა სიცხე გაიზომე თუ შეიძლება. ეხლა გაჩვენებთ სად არის ისთვის დამეწერეს 200 ლარიანი ჯარიმა აჭარელა პოლიციელმა. იტყვი ღამე იყო, ქუჩაში არავინ არ დადიოდა. ჩემთვის მანქანა გავაჩერე, აი აქ, აი ესე. აქ აი ესე ვიყავი გაჩერებული. აქ ვეძებდი ბანკომატს, სადმე ხო არ იყო, იმიტომ რომ ფული მქონდა გამოსატანი ბანკომატიდან. აი თუ აქ მწვანე შუქი და ესე მივაჭირე ზუსტად, აი ესე, აი ესე გავედი. просто ეხლა ეს არ მასლის ზუსტად იმიტაციას. და ამ ადგილას სადღაც აი ამ ნაგვისურნასთან ამეკიდა პოლიცია, არ ვიცი საიდან გადმოხდა და გამაჩერებინა მანქანა აი აქ. გამაჩერა ეხლა პოლიცია მოდის და ვეკითხები რატო გამაჩერე და არის გაჩერების მიზეზიო? მეთქი მე რა ვიცი, აზე არ ვარო, რაღაცა მაქვს დარღვეული რა. ხო და შენო ქალაქშიო მოძრაობდიო რვიანებით
აი ამ ხელა ჯიპით მოძრაობდი რვიანებით. აი საბუთები. აჰა. თქვენ და ჯარიმდით. რვიანების ხაზვისთვის, ხო? მე აგიხსენებთ პატივცემულო. რვიანებს ხაზავდიო მითხარი, ხო? კი ბატონო, ელვისებური სისწრაფით მოძრაობდით. 100 მეტრში რვიანები ვხაზე, არის კი 100 მეტრში, იმიტომ რომ დაახლოებით 50 მეტრში გამაჩერა პოლიციამ რო დავწარი მანქანა. შემდეგ გააგრძელა ჩაულებრივად საუბარი, ასევე მოძრაობდი ელვისებური სიჩქარით, რომ ამით 50 მეტრში განვავითარე ელვისებური სისწრაფე. ნუ რო უთხარი მეთქი რა, რვიანების ხაზვით შეხედე რა აზოვზე ვარ, X6-ია, ჯიპია, 4-4-ზეა, ყველაფერი გადაღებული მაქვსო და მეთქი, კაი ბატონო, გადაღებული გვაქვს, არ არის პრობლემა, მაჩვენე. ნუ ვერ გაჩვენებ, ეხლა გაასაჩივრე და გაჩვენებენო და ელვისებური სტრაფია 60. და 60. კაი, რადარზე მაინც მაჩვენე რომ ელვისებური სტრაფით მოძრაობ. თუ გინდათ რომ აგიხსნათ, მადროვეთ და შემდეგ მოგისმენთ ჩვენ 200 ლარით და ჯარიმდით სავარიო სიტუაციის შექმნისათვის თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩემს გადაწყვეტილებას, როგორ სავარიო სიტუაცია? ერთი წამით აგიხსნით, 10 დღის შიგნით შეგიძლია მოგბრძანდეთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში თქვენ აბუსერჯის 11 ნომერში. და გაასაჩივროთ რომ არასწორად დაგიწერეს. არა, მე კი მოვალ აუცილებლად. არ მოუდგენელია რომ ამ მანქანით ჩვეულებრივ ასფალტზე მე რვიანები ვხაზო და ზოგადად ვინმე რვიანები დახაზოს. მაქსიმუმ ფიქრობდი რომ სიჩქარის გადაჭარბაზე დამიწერდნენ რაღაცას, მაგრამ არა. 200 ლარიანი ქვით არის ჩამოხუტეს ხელში და ესე, რა თქმა უნდა, მათთან საუბარს აზრი არ ქონდა, ზედმეტი საუბარი რომ გამეგრძელებინა. დაუმორჩილებულობაზე ყველა მივცით რომ კაპეზეში გამათევინებდნენ ერთ ღამეს და მეტი არაფერი, რავი, დანარჩენს ყველაფერს გაიგებთ ჩემს Instagram-ზე, როგორ დასრულდება ჩვენი გასაჩივრების ამბავი. გამოიწერეთ ჩემი Instagram-ი, რომლის ლინკიც აღწერაშია და ხო, ეხლა რა გავაკეთოთ? არ ვიცი. გამიტანე ძმა, ბარემ, გამიტანე. აჰა, მან არ შექმნა ავარიული სიტუაცია, მაგრამ რა თქინდა? ამას არავინ არ უწევს და მე გემიწერენ აგერ, წყარასი არულისთვის. A few moments later. აუ რა ბაიკები არიან, ბრატ. დავდგეთ. წამო დავდგეთ. წამო. წამო, წამო. წამო, 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 ბრატ, დავდგეთ. ой, მე ამას გაზი არ ქონდა ფეხი მიჭერილი თურმე. წამო. კაი, ხვდებით რომ თქვენ უბრალოდ გორაობდით. დღეს არის ჩვენი ბათუმში ყოფნის ბოლო დღე. ცოტა ცუდი ამინდია და ზუსტად ეხლა დრო მაქვს რომ წავიდე და მოვუგორო ჩემი საქმეები საპატრულო პოლიციაში. ეს არის ჩვენი საჯარიმო ქვითარი, სადაც წერია რომ დაგვაჯარიმეს მუხლის მე-6, მე-7, მე-3 ნაწილებით. გათვალისწინებული სამართალდამღო, რომელსაც მოყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება. ანუ ქუჩაზე, სადაც ღამის 4-ის ნახევარზე, ანუ შუა ღამის 4-ის ნახევარზე 100 მეტრი გავიარე მანქანით, სადაც ჩემს გარდა არავინ არ დადიოდა. შევაფერხე მოძრაობა, ან კიდე ჩემს მანევრს მოყვა საავარიო ვითარების შექმნა. აი, ყველაფერი აბსურდი, მე შეიძლება დავემართოს. წავედი რა. ეთუქში რაღაცები დავწერე აგერ, ჯერ ერთი დავწერე აქ შავად, მერე მეორე გადავათეთრე. რაღაცები შევამოკლე და რომ მეგონა რომ აქ უბრალოდ მე ჩანაწერებს და რაღაცებს მაჩვენებდნენ, უბრალოდ თურმე განცხადება უნდა დამეწერა. ეხლა კიდე წავედი შევაგზავნო. და იმედი მაქვს ობიექტურად გამოიძიებენ რა. მოკლედ აქ უნდა დავასრულო ჩემი ვლოგი. ეხლა ვარ მუსიკოსთა პარკში, თიკო იღებს თავის არხისთვის მესამე ვლოგს. ოხ, სულ თიკოს გადაღებებზე ვარ ჩამოსულები. ხო და რავი, თიკოს არხის ლინკი იქნება აღწერაში, აუცილებლად გადადეთ და უყურეთ თიკოს ვლოგებს, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო გამოდის ჩემი აზრით, ძალიან ტროპიკული ადგილები მოვინახულეთ თიკოს ვლოგის ფარგლებში და ამ ვიდეოს მერე დაიდება უკვე თიკოს ვლოგები, ესე რომ რო არაფერი გამოგხსნით, გადადეთ აღწერაში დებარნეგზე, გამოიწერეთ თიკოს არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და აუცილებლად ამ არხით დააჭერეთ subscribe ღილაკს. ეხლა კი დროებით მომდენო ვლოგამდე.